9 ძმამ ერთი თხილის გული გაიყო. 3 ძმა არველაძემ ფეხბურთის ბურთი გაიყვეს. აი ამ 2 ძმამ კი ერთი კალათბურთის ბურთი გაიყო. მას ასე შეეგებეთ ნიკოლოზ და გაბრიელ ჯიხვაშვილები. მოდი. გაზრდილ ხარ ყვაწილო. დედა რამხელა ხარ. 3 წელიწადში ამხელა გახდი? დიახ. რა იყო? წყალს უსხავდით ამ კაცს? არა. შენს პატარა იყავი, ხო? დიახ. ვახ. მაშ ასე პატივსემულო ტელემაყურებლებო მე შეგახსენებთ რომელი ნიკა არის ესა ნიკოლოზ ჯიხვაშვილი გახსოვთ ალბათ რომ 2 წუთში რეკორდი რო დაამყარა მუცლის პრესის და 98 პრესი რო გააკეთა 98 იყო ხო? ხო 98. წუთში 98 და სხვათა შორის საქართველოში ეს აღიარეს უპრეცედენტო შემთხვევად და რაღა თქვა უნდა აღიარეს რეკორდად. დიახ. ასეა. მაშასე ჩემთან სტუმრა და რეკორდსმენი და მისი ძმა. რატო გადაწყვიტე კალათბურთი ხა? უცბად გამაღლდი და მაგიტო? არა. აბა? მე და ჩემმა ძმამ ჩვენ სახში დავიწყეთ ყურება ტელევიზორში და მოგვინდა გვევარჯიშებინა. NBA-ს უყურებდით? დიახ. ვინ არის თქვენი საყვარელი კალათბურთელი? მე დონჩიჩი. დონჩიჩი მოგწონს? მე ლებრონ ჯეიმსი. ოკაი, კაცო ერთი. სად დადიხართ კალათბურთზე? ვიქტორ სანიკიზის აკადემიაში. ბატონო? ვიქტორ სანიკიზის აკადემიაში. და რამდენი ხანს ვარჯიშობთ დღეში? 5-6 საათს. 5-6 საათი, ბიჭო? დიახ. სახში ვარჯიშობთ თუ იქ ვარჯიშობთ დარბაზში? დარბაზში. ჩვენი დარბაზი გვაქვს. აუ. თქვენი დარბაზი გაქვთ ორკაციანი? იქ რო დადიხართ ვიკასთან? აკადემიაში? საათნახევარი. აი, იქ ისეთი გუნდური გაქვთ და ამიტომ ესეთი. ოჯახი ვიცი რომ ძალიან სპორტულები ხართ ყველანი. ვინ არიან აბა? ჩემი მამა, დედა, ჩემი და ჩემი კლასელები, ჩემი გუნდელები, გუნდელების მშობლები. და ასევე ვიქტორ სანიკიძის მთავარი მწვრთნელი ბორისა. აბა სად არის? იქ. გამარჯობა ბორის. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად, კარგად. I am very happy. We're also happy to have talented guys as well in our academy. ხო good guys-ები არიან? Yeah, they were good and very talented. If they continue to develop, for sure they have a chance for playing big basketball someday. ითამაშებ დიდ კალათბურთს ნახე, იმედებს ამყარებენ, ნუ შეგვიძლია. მადლობა ბორის. მამა. კვებაზე ვინ არის პასუხისმგებელი? დედა. დედა სტაფილოს აჭმევთ? ცოტას. ცოტას? კი, არა, ბევრი საჭირო სტაფილი. აბა რა არის საჭირო რომ ეს გრძელები იყვნენ ბალღები? უფრო ხტომა. ხტომა მთავარი? და ძელზე ჯამოკიდება. მადლობა დიდი. არაფრის. აბა კალათბურთის გარდა კიდე რას ვაკეთებთ? ხატვა. ხატავ. რას ხატავ? კარიკატურას. კარიკატურებს ხატავ? ხო. ან ლებრონ ჯეიმსი გამოხვალ და ან კიდე ზაარსულაკაური, ხო? ორი ვარიანტია. ხო, დიახ. თქვენ დაგხატეთ. მე დამხატე? დიახ. ძალიან ჭაღარა ვარ? არა. როგორ გასდახი და მაგარია. ხასიათი არის. და კიდეც ქონდა ეხა ერთი პერიოდი. კიდე მინდა ხატე. ლებრონ ჯეიმსი. ვაი მე ვეფხვი მიუხატა თან მაყურებასაც აჩვენია იმ კამერაზე? ესე იგი რა დრო დადგა რა ლებრონ ჯეიმსთან ერთად მეც რომ ხატავენ აიტ? მე მინდა ბავშვებს მივესალმო თქვენ გუნდელებს ვინც აქ მოვიდნენ. აი ეს არის გუნდურობა, ჯიგრები ხართ რო აქ ახართ დღეს და გულშემატკივრობთ თქვენს მეგობრებს. იმიტომ რომ ჩვენი დევიზი რა არის? ძალა რაშია? ერთობაში. ერთობაშია. გვერდზე სტუდიიდან ჯაჯანიძემ დამირეკა ეხა. წესიერად იყავით, აქეთკენ ბურთი არ გადმოგივარდეთ, თორე დაგიჭრით ხო? კი ვარ ძალიან ბედნიერად, მაგრამ ბურთს დაგიჭრითო. აი ესე შემოგვითვალა. ამიტომ ძალიან არ მოვიქნიოთ.
კარგი. ნახოთ ძმები ჯიხვაშვილების საჩვენებელი გამოსვლა. ვა, ხედავს? კარგი ხარ? კარგი ხარ? ეგრე. უატყვა. კარგი ხარ. შემდეგზე გადავეწყეთ აბამიდით. მარჯვნიდან შედი, ეგრე. კარგი ხარ? ეს რანაირი ამბავი იყო, ბიჭო. ეს ჩემ ბავშვობაში ეგეთი ვარჯიშები არ არსებობდა. ესე იგი მოტორიკა გაქვთ საოცრად განვითარებული, იმიტომ რომ როცა შეგიძლია რომ ესაკეთო, თან გაცდე, თანამშრომლობაში ბურთი აიღო. კენჯერია. კარგი ხარ? ეხლა რა არის? ეს ხმებზე გიზდები რა, ეგ მარტო კალათბურთში ეგეთი კარგი ხმები. აბა, განვლაგდით? ხუთივე მოედანში არის, ვაიმე დედა. კარგი ხარ? უატყვა ერთი. ჩემი და, ყოჩა! ნახე, რაც სულ მანევრი იყო. ეს არის, ერთმანეთს უნდა გადაებათ? აბა მიდი, ჩაებნენ. ნახე რეებია, რეზინი ყოფილა შუაში. Bravo! Bravo, bičebo! Zmebi, Čihvašvilebi! Aba, Lokomoko Slomi studijaši! Kalati! ეს იგი ყველამ კარგად ვიცით, ძალიან მალე, სულ მალე, ცოტა ხანში რაღა დარჩა NBA-ში ვის უნდა უგულშემატკივროთ მეგობრებო.